ამიშრეს სისხლი რომ მაგათ ჭირდებათ ეს თორე ფორმა ვაიმე მამას ბაზი ვენატრებიან ეხლა ბაკურიანში არიან მამასე ფიფქები რა როგორ ვართო ველაპარაკე დედას შვენივრად არიან და კარგად ერთობიან დედას ელაპარაკე რაო მე ზვავმა როდის ჩამოვწვევი თბილისში ირაკლი ეს ხათაშორის ის ზვავი ჯერ შენი ოფიციალური სიდედრია შალოვნა არაჩვეულებრივი სიდედრი იყო რასეთში მარიკა სასამართლოზე ხო უნდა ავირჩიოთ ბეღურა ერთი ბავშვი შენ ერთი ბავშვი მე ხო მე პირობას გაძლევ რომ შალოვნაზე პრეტენზია არ მექნება ხმას არ ამოვიღებ მარიკა გითმობ შენ დღეს აი ხო მოვაწერ ხელს შენი იყოს ირაკლი და ბავშვები როგორ უნდა გავიყოთ ჯეირანი რო ვითამაშო რაიმე გახსოვს სანამ დავქორწინდებოდით ჯეირანს რომ თამაშობდით მე სულ გაგებინებდი როგორ მაგებინებდი რა იცოდი რას გავაკეთებდი ხო 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 და ის დღე ჩემი ქნუცები რო დაიბადნენ როგორი კარგი დღე იყო გახსოვს როგორ არ მახსოვს მარიკუნა მაგ დღეს რა დამავიწყებთ მამას ბასიფუსები რო გავიგე გამოვარდი გაგიჟებული მარიკა ეგ დამხვდა ხალხი შამპანურები გავხსენით დავლიეთ სადგეგძელოები მე ვიღაცამ ტაქსში ჩამსვა და გამომიშვა ეგ არ მახსოვს ვინ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბასიფუსები ხო დაიბადე ხო დაიბადე ჩემი მამას ბასიფუსები მამას ფიფკები და ეხლა უნდა მივიდეთ და იქ ერთ-ერთი უნდა ავირჩიო რა ძნელია მარიკა რა რატო არის ძნელი ირაკლი ჯერ შენ აირჩევ და რომელიც დარჩება ჩემი იქნება კარგი მაშინ მე ვირჩევ არა მარიკა შენ დედა ხარ მე ვერ გადაგახტები შენ აირჩიე და რომელიც დარჩება ის იქნება ჩემი შენ ხარ ოჯახის უფროსი რომელი ოჯახის მარიკა რომელი ოჯახის 7 6 5 4 3 2 1 დაცოს SMS-ია. ანანო ხო ყავს იქ ბათუმში და ვიღაცას უნდა ემესიჯოს, არ შეუძლია ისე. და რაო. ირაკლი, დაგვერიე ხო ნათესავებს, ჯერ მე მომიშორე, ახლა მარიკაც. ნიკა ხო, რა ვქნა ნიკაი ჩემი და მეც არ მცნობია. ხო. შენზე თუ ამბობს რამეს? კი, როგორ არ ამბობს? მაგის დანახვა არ მინდაო. არც გაგონებაო, არც გაფიქრებაო. ეგ ხო საერთო. კეთება, ის არის? ხო, ნიკა. აქინდა მოხვიდე? იცი რა ნიკა, მაშინ ისე დროს უნდა მოვიდე, რომ თამარი არ იყოს. ხო, რა ვიცი, სახლი მაქვს მაინც ახალი გარემონტებული და. ხო, კარგი ნიკა, კარგი, დროებით ნიკა. კარგი, ვაიმე, კარგი, აღარ შემიძლია რა, აღარ შემიძლია, ლაშიკო. ჩემთვის თუ კარგი გინდა, თამარი შემახვედრეო. ესე იგი, რანაირი თხოვნა არ მესმის, თავის თავს გამორიცხავს. მე ჩემ ჭამა ვახობ რა. მე ჩემ ჭამაკეთევან ვახობ, იგივე ის უნდა რა ქვია რა, თამართან რაღაცნაირად და ამ წერს ამ SMS-ებს წერს და გამაგიჟა კიდე რა. მართლა? ხო, იცი რა მომწერა? ლაშაო, რაღაც მინდა გთხოვო და დარეკვა მერიდებაო. მე მომწერა რომ SMS-ითაც მერიდება, მაგრამ დარეკვა უფრო მერიდება, ამიტომაც მესიჯით მოგწე, ვითომ გირეკავო. აჰა. ხო, მე მომწერა ალო. და მოკლედ რა, მოკლედ. მე მიმწერე გისმენთ მე. იმან მომწერა ლაშა როგორ ხარო. მე მიმწერე არის მის თქო. აღარ შემიძლია, შენ ოღონდ გაერთე რა. მიშიკო, გიორგი დედა გამოდით ისაუზმეთ, მოდი სკოლაში არ დაგაგვიანდეთ, გამოდით. ქეთევან ბოლოს იცი რა მომწერა? რაო, გისმენთ. რაო და ლაშა ბავშვებს გაფიცებ, ქეთევას უთხარი. იუზას გაფიცებ, თამარს უთხრას, გუზანას გაფიცებ, ვახოშე. აბა, დამიტოვა ვინმე დაუსაქმებელი ანაკანი? ბავშვებო, დედა სკოლაში დღეს სასამართლოში ასე წამოვიდე თუ გამოვიცვალ თუ რა ჩავიცვა თუ რა ვქნა მითხარი რა. კარადაში ნახე რამე, ჩემი ყოფილი ქრისტანსაცმელია და მოგირგება. რამდენი ვიცი, სასაცილო იყო ეს. რატო მე ვიხარ? კარგი რა, ადროს იუმორი და ის არის გამისკდა გული ნერვიულობით რა. ვინ არის? შენი ადვოკატი. გამარჯობა.
მარიკა, ყველაფერი დავალაგე სასამართლოში. ისიც კი ვიკითხე, რომ სასამართლოს თუ დაესწრება იმ რაღაც ფონდის წარმომადგენელი თქო, განათლების სამინისტროდან, იმიტომ რომ ეჭვი რო არ შეიტანონ თქვენ განქორწინებაში, რომ ნამდვილად დაფინანსების გამო რო შევდებით, ხვდები? და რაო? რაო და გაგიშდნენ. ისე მოეწონათ ეგ აზრი, დაურეკეს და გამოაგზავნიან სასამართლოში იქნება იმ ფონდის წარმომადგენელი. და მე ანუ თქვენ ადვოკატის მომსახურებაზე განაცხადეთ უარი. ამიტომ მე მხოლოდ ჩემ კლიენტს ვესაუბრებ. ხოდი დაჯექი, იცი რა, რა გინდოდა ახლა ეს დამკვირვებელი რა, იქნებ მიხვდეს, რომ ჩვენ ესე დაფინანსების გამო ვშორდებით ერთმანეთს. მარიკა. მომისმენი მარიკა, ეგეც დავალაგე. სასამართლოში შენ უნდა დაარწმუნო ის დამკვირვებელი, რომ ყველაფერი არის ბუნებრივად, ხვდები? კარგი რა, როგორ უნდა დავარწმუნო ახლა სასამართლოში, მე რომ ეს მარიკა, ხო იცი რომ ეგეც მოვეკითხე. გეტყვი, უნდა იჩხუბოთ სასამართლოში, უნდა იჩხუბოთ ისე დამაჯერებლად, რომ იმას ეჭვი არ შეეპაროს. მაგაზე არ ინერვიულო, ხო იცი ამის გამოცდილება დიდი მაგა და რეპეტიციას მე გაგატარებ. რაკლი. არ უნდა გვეყიდა ეს სარიცხი მანქანა. რატო? პატარა. მარიკა, შენ თვითონ რა არჩიე ეს მანქანა? მე რა ავარჩიე, შენ არა არჩიე, შენ უთხარი მოგწონსო? ხო, აი ეს კარგია, მომწონს. ხო, ცოტა მეტი სიმძაფრე გიქნა, ხოლმე უნდა უფრო დაძაბეთ. მიდი, აბა, მიდი. მარიკუნა, ბატონო. რომ მივედით იმ ტექნიკის მაღაზიაში. მე ხო გითხარი, რომელ მანქანასაც ხელს დაადებ, იმ მანქანას გიყიდი მე. ხო იგრე? აი მე ირაკლი, მე ამ მანქანაზე დაყრდნობილი, ჩამოყრდნობილი ვიყავ, უბრალოდ და სულ სხვა მანქანას ვუყურებდი და ამ დროს შენ გითქვამს, რომ ეს მანქანა ჩაგვიდათო მანქანაშიო. ბეღურა. რა ბეღურა, ხალხო, ბეღურა, მადლობა. აი საათივით აწყობილი საქმე გინდათ რომ ჩამიგდო? რა, მარიკუნა, ზუსტად მახსოვს როგორ ვიყიდეთ ის სარეცხი მანქანა. გეხვეწები რა. მე შენ ის დღე არ გახსოვს ბავშვები რო გაჩნდნენ და ეს ზუსტად როგორ როგორ არ მახსოვს, მარიკა, ყველაფერი მახსოვს, წუთი-წუთზე რა იყო, ის არ მახსოვს, უბრალოდ რო დავთვერი ტაქსში, ვინ ჩამსვა და ვინ გამომიშვა. კარგი რა. აი, კარგია. ეს უკვე მომწონს, დავტოვოთ ეს, არ გავაფუჭოთ. კარგი? ოღონდ ირა, ნახე რას ვფიქრობ, სარეცხის მანქანა ხო არ წავიღოთ სასამართლოში მივტკიცების სახით. ნიკადრეთ? მე საუბრებით უკვე? ხო. მარიკა. დაიმეორე შენ ქართული? რაც არ უსწავლია, რას გადაიმეორებდა. კარგი იყო მამა. მომისმინე დედიკო, მართლა არ გისწავლია დედა ქართული? დღეს მაინც არ გამოგვიძახებს. სპექტაკლის რეპეტიცია გვაქვს. მე გამაგიჟებს ეს იზოლდა მასწავლებელი, გამაგებინე მე თქვენ სკოლაში დამყავ თუ დრამწრესზე, მართლა სპექტაკლს დღეს მიშიკო მიპასუხე დედა. ხო, დედა, წინა გაკვეთილზე ჩაეძინა, მერე უცებ წამოხტა. სპექტაკლი დამესიზრა და უნდა დავდგაო. რა სპექტაკლი უნდა დავდგაო? რომეო და ჯულიეტა. შენ ვიდეოი მერი დედიკო? რომეო. ვაი სიგიდე ძოლი დიდა. ნუ თავიდან არ უნდოდა რომეო. მაგრამ რომ გაიგო ჯულიეტას როლში მის თამაშობდა თვითონ ეხვეწებოდა იზოლდამას მე ვიქნები რომეო. ვაიმე დედა გინაცალოს ის გოგო თამაშობს ჯულიეტა შენ რომ მოგწონს? აია, მე დედა ეს მთხრობელია. ჩემი არტისტები რა. კიდე კარგი ცნობილი პიესა აიღო ქალბატონმა და თვითონ არ მოიფიქრა რაღაც. მე ფანდურით გამოვდივარ. ფანდური რად გინდა დედა? რა ფანდური ბიჭო? რა ვიცი, ხესურულ მოტივებზე მინდა გავაკეთო. გაგიშდები რა ეხლა რასელოდებით, კაცო, ადექი და წავედი დავაგვიანებთ ხოლმე. მოიცადე, ბავშვებო, ბუტერბროდები არ დაგჭირ დედიკო, შესვენებაზე შეჭამეთ მერე დედა. ხო მიდი დედა. ბუტერბროდებში სალათის ფურცელი არ ჩამიდო. რატო დედა, შენ ხო გიყვარს სალათის ფურცელი? ჯულიეტას არ უყვარს. ვაიმე დედა გიდაცვალოს. ჯულიეტა რა შუაშია? მაგაზე როგორ გაწყენინებ დედა? მოიცადე, აი ამას დაგიმატებ და ეს წაიღე და აი ესე. მერე გეტყვი. აი დედიკო, აი მიდი ეს ჩადე ჩანთაში დედა.
მიდი აი ეს მე გეტყვის ახალს. ვინ მიგიგით? ლაშიკო, დღეს ცოტა ადრე მოდი, კარგი სახლში უამრავი საქმე მაქვს, უნდა მომეხმარო. დღეს ვაწყობ კასტინგს. ჩემს საცხობში უნდა ავიყვანო მცხობელი. და ხო იცი, საუკეთესო მცხობელი უნდა იყოს, ჩემი მცხობელი. ხო, მაგრამ ესე პრინციპში კეთებანი ხარ, რანაირად მიხვდები, როგორი მცხობელია, საუკეთესო არის, არ არის ეს მცხობელი რა, ეხლა ოქროს ტაფა უნდა კონდეს აღებული? როგორ გამაჩი? ავედი დედა ჩვენ. მოდი დედა, გაკოცო. ჩემი ორი სიცოცხლე. ხო, კარგი, დროზე წადი და დაგვაგვიანდება რა. ხო, დააგვიანებ. კარგი, გავიქეცი და ჰე, გადი, ჯულიეტ რაშუაში. გზაში მოგიყვე. Zazem orbis conveni, celki brangia. Skop, 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 skop. Celki brangia. Skop, 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 skop. Sache moxta ხო, სამსახურში ვარ. გამომიარე და ერთად წავიდეთ სასამართლოში, როგორც მოვილაპარაკეთ. ხო, რომელი სამსახური მაქვს მე? კლინიკაში ვარ. ვაიმე, ისევ ის კლინიკა მაქვს, ხო, სანდრო? კარგი, გელოდები. დროზე. დედა ნონორე შესაწყალო რაირილი ცხოვრება და უკვე მართალ და გამარჯობა. რა მოხდა? ხომ მშვიდობაა, როგორ არის ნონა? არ მკითხო. მაგრამ რა კი მეკითხები მაშინ გეტყვი. როსტომაია და ნონორე რო იყვნენ ერთად რესტორანში წასულები, ხო იცი? მე? ვიღაცა იმის ცოდვით სავსეს დაუნახია და ისეთი წვება თელ ქალაქს მოდორთურ. მოიცა ერთ ჩენჭი, მე ნუიცი ხოლმე შენ ასე გაზუიადება და გადაჭარბება ყველაფრის რა. თელმა ქალაქმა როგორ გაიგო კაცო? როგორ გაიგო და მე ხო გავიგე. მე რო გავიგე, ვისაც ვიცნობდი, სადითაოთ მივედი, სულ ყველასთან და ვკითხე, როსტომაია და ნონორე რო იყვნენ რესტორანში, იმაზე ხო არაფერი იცი. და აი ასე. მოიცა. მე ვთხოვე ნონას შეხვედრო და როსტომაიას რო დალაპარაკებოდა ჩემი ბავშვების დაფინანსებას. ჩემი ხათრით შეხვდა ეს ადამიანი როსტომაიას. რა მოხდებოდა ახლა იქ იუახშმებდნენ, ისოუბრებდნენ და დაიშლებოდნენ. მოიცა ერთი. და რამე ამიტიხარ. იმდენი რაღაცა მომიყვენ, გავგიჟდი ერთმა ისიც მითხრა, მაკარონი შეუკეთეთ, ასე გძელი მაკარონები როა. თურმე იმ თავიდან იმან მოწრუპა ამ თავიდან. ასე შეხედე მიყურე, წრუპუნი, მივიდენა, აკოცა ჩაბურთნა კუჩებში. მოდა აი ახლა გისმენ და სიმართლე გითხრა, რასაც წყვებით ყვილი მგონია. როდის იყო რომ მეტყვილი მიყოლოდეს არ ყოფილა. მე რაც შემეძლო კი გავაკეთე. შენ გენაცვალე დავიარე კლინიკაში ზუყველა თანამშრომელი სათითაოდ უთხარი. არ გავიგო რომ ამ თემაზე ხმა მოიღოთ, თორე არ ვიცი რაც გიზავ თქო და ვინც არის ცოტა მაგალითად ჭუმბურიძე. იმას მოუყევი მთელი ისტორია და მე რეაუგზალი ამ თემაზე. აი ასე. არა რა, ჩემი ბრალია ნონა რო შეხვდა როსტომაიას რა. შენი ბრალი არაფერი არ არის. შენი თხოვნით რო არ შეხვედრო და ეგენი მაინც შეხვდებოდნენ ერთმანეთს. როსტომაია ისეთი ღვთისპირიდან გადავარდნილია. აქ რო ვერ შეხვედრილიყო, იქ შეხვდებოდა მერე. ანიკ. რას მასხრობდა მაიმუნო? მე იმას ნერვიულობ, რა დღეში ჩავაგდე ეს ქალი რა. ქალი კი არა, ქალები. ვინ ქალები? კაცო და შენ თავარი არიცი. როსტომაიას ცოლი ხო იცი, აზიდული, აზღირთული, გედი, ხელმოღერებული, გძელი წვები თქვა. გაუშვი ამ ქალს წვები, გაუგია სულ ყველაფერი. უფიქრია სადაც ნახაო, ხალხისთვის უთქვია, გავგლიჯავ, დავაზგლიჯავ, თმებს ნონორესო და ნონორე ხა თურმე იმალება. რატო? რო არ ნახოს და არ გამგლიჯოსო? როგორი ამბავია, დასამალი ცოცხლე კი არ. 4 სახლი აქვს, ერთი თავისი ხო აქვს, მამისეული საწყალწმას წააღწია. 3 ქმრებისგან. და ამ 3 ქმრიდან 2 ბინა ერთ სადარბაზოში. ახლა ზოგი ნათელშია და ზოგი ბნელში, მაგრამ ხო არ გოთხი. ეს ღამაყლდა რა. ესე იგი ნონა ზის სახლში და ვერ გამოდის გარეთ? რას გამოვა შენ გენაცვალე ისეთი ამბავია თურმე რო გაივლი ერთ საათში ერთხელ ისმის იმის სახლის კარებთან ჩერჩეტი ხმართურმე მაგრამ ისე რა თუნდა რო გამოვიდეს ამ წვიმაში და წარღვნაში და უბედურებაში ნეტამეც არ გამოსულიყო მაგრამ ეს ამბავი რო გავიგე რა გამაგეჩერებდა სახში ზუგლიჯინგლიჯინით ფეხი წამოვედი სამსახურამდე არა შარში ვარ რა შენი ხუმრე და მე მაგარ შარში ვარ რა აქეთ ეს როსტომაია და ნონა აქეთ ეს სასამართლო მე კაცო არ მახსოვდა ბუტუსუნების და ბუსუსუნების და ბაცაცუნების სასამართლო გუშინ დღელი დღესავით მახსოვს მაგათი გაჩენა მართლა გაფიცე ყველაფერს რა გახსოვს არ გახსოვს ვიდრე შამპანიური რო ჯერე დავწერე და რო არ გნიშნეთ ბავშვების გაჩენა და მე ვიღაცამ შენ იმაში ტაქსი ჩაქსვა გამარჯობა ირაკლებიძია მართლა გაშორდით ცოლს რა მოიფიქრე ბაბუა შენმა დაგაბარა რაღაცა უთხარიო ხო რა დაგაბარა რა უთხარიო რაო რა ირაკლი ცოლს თუ გაშორდა ერთი კაი გოგო მყავს შეგულებული ისე ესო იმალება გაიგეთ ვინ კაცო ქალბატონი ნონა იმას ემალება ორი ჩემს იმაღლეაო რო იძახდა
ქალბატონ როსტემას. შესაიდან. ეს საიდან ვიცი? ეს საიდან ვიცი, ჯერ მოვიდეს ისეთები მაქვს მოფიქრებული. შედი მოფიქრებული არ გაიშვა, შენ რა უნდა მოიფიქრო, შეგაჩი. მე რა უნდა მოვიფიქრო, ხო? მაკარონის ისტორია მოვიდა თქვენამდე. კი. და ის აუში რო გადახტნენ? საუში გადახტენ. მოვა ეგ ისტორიაც. თეთრ ეს მე ლენჩი და ბლეპატია მგონია და ამბების მოგონება წონდი. მოიცა ბიჭო, გაჭედი. მოდი, შენ არ მოდი. არ მინდა რა, ძალიან მეჩქარება კახეთში უნდა წავიდე და არ მინდა. ერთი წუთი ყავა დალიე და ისე წადი, მოიცადე რა თამრი, ისე მომენატრე რომ ცოტა მინდა რომ დაგელაპარაკო თან ჩემო საწყარელო. მომისმინე, დღეს მაქვს კასტინგი. ჩემთან საცხობში ხომ მცხოველი უნდა ავირჩიო, საუკეთესო უნდა იყოს, ხო იცი ხო და ხაჭაპურებს მომიტანენ, მე გავსინჯებ, რომელიც მომეწონება იმას დავიტოვებ. და როგორ უნდა მიხვდე რომელია უფრო გემრიელი? როგორ და ეხლა მომისმინე, შენ ხო გახსოვს სანტრედიაში ჩვენ იუზა რო გვაწყობდი. ხო, მე რას ამბობდი? ხო და მე სანტრედიაში იუზა ხო აი ესე გვაკეთე. შეხედი აკამას, აი ბეწვი, კატის ბეწვი, ესე იგი დავაწყრიალე სახლი, ეს ეთყობა მაინც საძღაც დარჩა. რა უნდა სახლში კატასა, გავგიჟდი, აღარ შემიძლია სულ ბეწვები აქეთი. სად ბძანდება ვეფხვიანი ქალბატონი? საბძანდება და ქალბატონმა კატა გაასეირნა ხო. ცოტა გულს გადავაყოლებ, გავისეინებო. დღის მერე არ მithქვამს, ხო? ირაკლისთან რო ამოვიდა, ნელი. წყალი ჩამოდის თქვენგან და მურთაზი რო დახვდა. ხო, ზუსტად აი მაგ დღის შემდეგ ესე იგი შეშინებულია ქალბატონი და ყველგან მურთაზი ელანდება. ხო, იმ დღეს წასული იყო და თურმე ესე ამოდის სადარბაზოში ხო და მესამე სართულზე შეხვედრია გია. ცოლის და როცემს ხოლმე. ხო და ესე თორმე ამ ქალბატონს პური მოქონდა და რო დაინახა ეს გია, ვაიმე მურთაზიო. მურთაზი მოელანდა მურთაზი და დაუწყია კივილი შეყვირად. იმასაც ღუმეთი არ უნდა და იმ გაჭირვებოზე შეშინებული. ყველგან მარტო მურთაზი ელანდება. აი მე თამრის ერთი შეხედვით ძალიან კარგია, ხო ძალიან მიხარია. სახლში ესე ზის თავისთვის ხმას არ იღებს, ესე პროტოლებსაც ეცებს აქეთ. როგორ იცის არა ამ თვალების წეწებაზე? დუგ. ალაშა მოხვედი. თამარ? რითი მოხვედი ტრაქტორი არ დგას ქვემოდან. კარგი რა ლაშა. კაი, თუ განებე რა თავი, განებე თავი, ეს მაინც გაერთოს. წავედი ახლა, მე სახლში უნდა გავიარო, სანამ კახეთში წავალ. ზურამ დამირეკა და რა მითხრა? თუ არ ჩამოხვედი და არ ნახე ვაზი როგორ ტირისო, მოსავალი კარგი არ მოვა. კარგი რა, მიდი. მაინც გაერთოს რატო რა შუაში იყო რა. წავედი, მოკლე და ჩამოგიტანა შენ შირი კარალოკიში ჩურჩ ხლაპი ხო ბავშვს თქვა. მოდი გაკოცო, ბედნიერი მგზავრობა, გადასარევად გამოიყურები, მიდი აბა. აჰა, ესე იგი ეს თუ კახეთში მიდის? კეთებად, ეს მაინც გაერთოს რატო, რა ვარიანტია? მე იცი რას ვიზამ. მე მაინც მე რატო უნდა გავი? დაურეკავ ნიკას და ვეთყვი რომ მოვიდეს. მოიცა კეთება, ნიკას უნდა დაურეკო? ნიკას უნდა დაურეკო, ფრთხილად იყავი კეთება. ხო იცი? თამარი, რაც კახეთში ორი იმდენი თბილისშია. ეს ნონაც არ ჩანს, არ მოდის. მე სასამართლოში ვარ გასაქცევი, აქ ამხელა თათფირია ჩასატარებელი. მოვა კაცო საწავა, მაღაზე ნუ ნერვიულობ შე. თუ არ შეხვდა როსტომაიას სული თვითონ მოვა თავის ფეხით კლინიკაში და თუ შეხვდა, მაინც აქ მოიყვანენ კლინიკაში იმ საწოდავს. სანდრო. ალო. ხო სანდრო, მოხვედი უკვე? კარგი ჩამოვალ ახლავე. რა ბარემ აქ ახარ და კარდიოგრამას გადაიღო. კარგი გეხვეწები რა. მოვდივარ უკვე, მოვდივარ. იდექი მან სადაც გახარ. მობზანით? ნონორე შენ ახარ გოგო ძლივს გიცანი. ქალბატონო. თეთა. თქვენ ვაიმე ქალბატონონა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ რა. მე გთხოვეთ და ჩემს გამო შეხვდით თქვენ იმ როსტომაიას, რას ვიფიქრებდი ასეთი ამბავი თუ აკლებოდა შარში თუ გაიხვევოდით, ისე უხერხულად ვარ ქალბატონონა, ისე უხერხულად ვარ, რომ აი პირდაპირ არ ვიცი მაპატიეთ, რა გავაკეთო რომ მაპატიოთ აღარ ვიცი რა და ასე უნდა იმალოთ სულ, ჰა? ფიქრობ ბაკურიანში ხომ არ დავიმალო. ბაკურიანში რა გინდათ ქალბატონო? რა ვიცი ირაკლი, თოვლი იქნება, რამე მიყრუებულ სახლს ნახავ.
ვერავინ რო ვერ მომაგდოს. დაგუბავ შენ მაგ სერიალების ყურება გენაცვალე. კაცო, დაანებე ხა ბაკურიანს თავი და მომიყევი რესტორანში რა მოხდა. რა მოხდა და? მოიცედი თუ დავწვი შეგენაცვალე არჩი. აიწყე. ჯერ იმ რესტორანთან რო დაბიბარა. ხო. მივედი და არ დამხვდა. შეხედე? დაურეკე სათხარმეთქი და ვარდის ფურცლებს გამოყევი. გავყევი ამ ვარდის ფურცლებს რესტორნის შესასვლელთან რომ ეყარა და მივადექი კუპეს. კუპესში რა მოხდა? ეგ მაინტერესებს მე. მოსახდენი მოხდა დაგმუჭდა. კარგი, ნო და რა ვიცი ხოლმე რა ასლაპარაკობ ხალხი რა მოსახდენი მოხდა რა დაბურგნა გაჩერდი კაცო ხალხადონონა მე მაბადიეთ განაგზეთ მოყევით რა მოხდა ირაკლი დიახ მე შენ რა გითხარი სად მივდივარ მეთქი ჯოჯოხეთში მე ოდესმე მომიტყვები ხარ დალიეთ რესტორანში მე რა გითხარი სად მივდივარ მეთქი ჯოჯოხეთში და დავლიეთ კუპრი აჰა ხალხადონა კუპრი რო დალიეთ მე რა მოხდა ირაკლი მე შენ რა გითხარი სად მივდივართ მეთქი დამაწყდა ნერვები ვინ არის კარგით რა გავაკეთო ამასა რა კარგით რა ირაკლი რა კარგით რა მე ხომ ვამბობდი არ შევხვდები მეთქი აქ მოვიდეს მეთქი იმასაც ხომ ვამბობდი ცოლიან კაცთან ერთად რესტორანში ვინმე რო დამინახოს მეთქი კი იმასაც ვამბობდი მაგის ცოლმა რო დავინახოს გაგიჟდება მეთქი და ერთი დღე არ მოვედი სამსახურში რამდენი ულაპარაკია ამ კაცს გავგიჟდი კაცო არა ხალბატონო ნონა არ არის და არ შეიძლება აქ შემოსვლა არ შემოგიშვით არ ინერვიულოთ ხალბატონო არ შემოუშვით გოგი მაგალია კი ორი თქვენ სიმაღლე გამიშვი და ვინახო რა ნეგრია ჩქარ გოგი ძალიან გაბრაზებულია კი ცოფებს ხრის ეს დამლაგებელის დაიტაჯა ვერ კრიფავს ამ ცოფებს მიძეთ რა კარგი რა შენ გამაკლი ხარ ჯერ იყო და ვიღაცა ბიჭი მომადგა უკნიდან ქალბატონო ნონა გიცანითო ეთყობა იმ ქალმა გამოაგზა კარგი ხალხო ეხა არ გამაგიჟოთ და არ გადამიყვანოთ სუჭკუაზე ასე სერიოზულად არის საქმე კაცო სანამ აქამდე ამოვედი ისე ვინერული მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა მე რა თქვენმა სამმაქვარმა არ დაგარიგათ რა ამოდი ირა არავითარი არის რა გითხარი მე შენ ქვემოთ დამელოდებით რას მოპრუტუნდი აქ აი თურმე სად ყოფილხარ წინ გეგული გამეპალებოდი სანდრო შენი ხარ ვიკინაღამ გული გამიხედე ეს ყოფილა ირაკლი როგორ ხარ სანდრო ვაჰა გოგის გოგოს გოგი როგორ ახარ კარგად ასო ამ გოგის გოგოს გოგის რო გეძახი ნამდვილი სახელი მითხარი რა ნამდვილი სახელი წამოდი კაცო წამოდი სასამართლოში გვაგვიანდება ისიც სამეთლე წამოდი წამოვა მალე მოვა თქვენი მეუღლე ირაკლი ყოფილი მეუღლე საერთოდ არ მაინტერესებს გამარჯობა უკაცრავად დავაგვიანე გოდის გიხდით ესე იგი ირაკლი ჩხეიძე დიახ ირაკლი ჩხეიძე დიახ ანუ როგორც ვიფიქრე რა იფიქრე თქვენ ის ირაკლი ხართ ის ირაკლი ვინ ირაკლი ფერმიცანით ვერა კაცო ჩვენი ბავშვები ხო ერთ დღეს დაიბადნენ ერთ სამშობიაროში მერე შამპანურები დავლიეთ მერე ტაქსში ჩაქსვით და დაგაცვით ძალიან წუხარ რაზე წუხარ ასეთი ბრწყინვალე ადამიანი რომ მეუღლეს ეყრებით მაგრამ თქვენ რომ ადამიანი არ გაგიგეთ უნდა გაეყაროთ ცუდად კი არ ვთქვავს ამას კაცო ჩვენი იმდენი შამპანური დავლიეთ მოიცა ერთი კაცო ეს დამკვირვებელია საერთოდ რატო გიხსნით რამეს? ან შენ ადვოკატს რაღაც ინსტინქტურად მოვედი თორე რა საქმე მაქვს თქვენთან გამარჯობა დამკვირვებელო დავждები მე აქ გმადლობთ მარიკა შენ არაფერზე არ ინერვიულო სასამართლო დარბაზში თავს ისე უგზნობ როგორც თევზი რას მიყურებ გამოთქმა ასეთი ბატონო მოსამართლე უკაცრავად თქვენ იმ ფონდიდან ბრძანდებით დიახ მე რო არა თქვენ აქ არ იქნებოდით კარგით დავიწყოთ საქმე ეხება ნინი და მარიამ ჩხეიძეების შემდგომში ბასი და ბუსი მეურვეობის საქმეს მოვისმინოთ მხარეების არგუმენტები
თქვენგან დავიწყოთ ბატონო ირაკლი. გვალოთ ბატონო სამართლე, მე მოგახსენებთ რომ მე და ჩემ ყოფილ მეუღლეს ქორწინებიდან ყავს 2 შვილი, ნინი და მარიამი. და მე ვითხოვ რომ განქორწინების შემდეგ ერთ-ერთზე მეურვეობა, ერთ-ერთ ბავშვზე მეურვეობა მომენიჭოს მე. აქვე მინდა ვთქვა რომ ძალიან ძიმეა ჩემთვის ეს გაშორება, მაგრამ რა ვქნა ამ ქალბატონთან 17 წელზე 8 კვირაზე და 2 დღეზე მეტი ვერ გავძელი, გმადლობთ. დავბრძანდით. მოპასუხე მხარეს ხომ არ აქვს პრეტენზიები? ბატონო მოსამართლეო, რა პრეტენზიაზეა ლაპარაკი, როდესაც უბრალოდ ჩაგრავს, ჩაგრავს. აი, როცა რაღაცის თქმა უნდა, ადამიანს არ ათქმევინებს, სიტყვას არ ათქმევინებს. აი, მარიკა, თქვია, ყველაფერი ილაპარაკე, კანონი არის უზენაესი, აქ ვერაფერს ვერ დაგვაკრებს, მიდი. რა, დიახ, აი, ასე სულ ახლახანს მიყიდა ახალი სარაცხი მანქანა, რომ პრეტენზია არ მქონდეს არაფერზე, აი. აი, რას გავს ეს ბატონო? გვალოთ ბატონო სამართლე, ბატონო დამკვირვებელო, მე მოგახსენებთ რომ საერთოდ რა თუნდა ის სარეცხი მანქანა? მაინც მე ვრეცხავ ყველაფერს სახლში, იმიტომ რომ არასდროს სახლში არ არის, მარიკა სპეციალურად მაშინ დაიწყო პარლამენტში მუშაობა, როცა პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, გმადლობთ. რა, ტყუილს ვამბობ, ეღურიკუნა? დიახ, აი, ხომ ხედავთ არა? აი, სახელიც კი არ ახსოვს ჩემ. და რო იხსენებს ხოლმე, ხან ბეღურას მეძახის, ხან წეროს მეძახის და დიახ, კოდალასაც ხანდა. მე ბატონო მოსამართლეო, მეცას დავამატებ. დამატებითი მასალა მოვიძიე საქმეს რომ დაუღვთო უფრო რომ განვამტკიცოთ ჩვენი პოზიცია. მაგალითად, მოქალაქე იჩხეიძეს გარდა ოჯახური პრობლემებისა სამსახურშიც არ აქვს ყველაფერი რიგზე. ანუ თანამშრომლებს ხელფასებს უგვიანებს, საბუთები მოუწესრიგებელი აქვს და გადასახადებს არ იხდის. სანდრო, რას ლაპარაკობ? მაცადე მარიკა, ეს თუ არ დავაჭერინო? აკვირდებით რა საკეთებს? სულ ეს არის ისი წარმოდგენაც ხარ შეიძლება ეს არის მეტი არაფერი დავამთავრე. პატიცემულო მოსამართლეო, მე არ დამიმთავრებია, ძალიან თხოვთ, ჩემი უფლებებია ეს ყველაფერი. მე მინდა რომ მოწმე მოვიწვიო სასამართლო დარბაზში. ვინ მოწმეს, კაცო? ვინ მოწმეს? ხოთ შემოუშვათ მოწმე. მოწმე? მოგესალმებით. შესაქმე არ აქვს, ხო? მიდემეჯის. ხო, ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლეს. მე გახლავართ მეზობელი. ქვედა სართულიდან. ამათი ოჯახიდან სულ ეს ხმაურია აყალმაყალი და კონფლიქტის ხმა ჩამოდის. ეხა აი კონფლიქტი რო გამოსცემს ამ ხმას თვითო უშუალოდ. იცით რა არის? ჩემი ცოლი და ცოლის და იყვნენ ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი. აი დაადასტურა კიდე. მაგრამ ამათი ოჯახის შემხედვარე და გამგონი, ასე ვთქვათ, დაემართათ ევროსი და ისინიც ახმოურდნენ. დიახ, ახმოურდნენ. ახმოურდნენ ისე, რომ სასწაულად ახმოურდნენ. აი, ქმარს მეზობლებთან ყველასთან თითქმის პრობლემა აქვს. კი, აი მე ერთხელ ზღარბიც კი მესროლა. შუბლში. მოიცა რა ზღარბი? სიმართლის გარდა. მოიც მე მგონი იგონებ. ჩვენ აქ სერიოზულ საქმეზე ვართ. არა, იყოს ბატონო მოსამართლე, ეს მაინც გაერთოს. ვაპროტესტებ, თუ შეიძლება ჩემმა მოწმემ განაგრძოს საუბარი, მადლობა. დიახ, განვაგრძობ. იცით რა არის? სახლში მე ვჩერდები. აი როგორც კი აი მივხვდები რომ უნდა დაიწყო ჩხუბი, გავდივარ სახლიდან. და საიდან ხვდებით რომ ჩხუბი უნდა დაიწყოს? კატიდან. დიახ, კატა მყავს მე. მე მყავს კატა. და რომ შევატყო აი ფორიაქს როცა იწყებს, კატები ხო გზნობენ წინასთან აი რაღაცა უნდა მოხდეს ხო? ფორიაქს როგორც კი დაიწყებს ეს კატა ხანიკით გაიქცევა, ხანაკით გამოიქცევა, ვერ ვჩერდები და გავდივარ სახლიდან, ოღონდ ფრთხილად გავდივარ. სადარბაზოში რომ ზღარბი არ მოხდეს ჯუბში. სიმართლეს ბატონ დამკვირვებელს ხომ არ აქვს? დიახ ბატონო მოსამართლე, უკაცრავად. ბასი ბუსი, ტირეთი იწერება? კი, ტირე უნდა.
თავშიც და ბოლოშიც. სანამ სასამართლო გავა განაჩენის გამოსატანად ადვოკატს ხომ არ აქვს რაიმე საქმე? დიახ, პატივცემულო მოსამართლე, მაქვს ნამდვილად საქმელი, რომ შეიძლება გაცრავად. ბატონებო და ქალბატონო. პატივცემულო მოსამართლე, ამხანაგო მოწმევ, ძვირფასო დამკვირვებელო და ირა. ბაბუაჩემი პროფესორი კაცი იყო. მან ყველაფერი იცოდა. აბსოლუტურად ყველაფერი. და ისიც კარგად იცოდა, რომ მე გულაბი მსხალი მიყვარს. დიახ. ერთ ჩვენიერ დღეს, როდესაც ბაბუამ ზემოთ აღნიშნული გულაბი მსხალი მომიტანა, მე რა თქმა უნდა ხელი ვტაცე, რომ მიმერთმია ჩემს მიერ ზევით ორჯერ აღნიშნული გულაბი მსხალი. ამ დროს ბაბუის ხმა შემომესმა. ჯერ შეიცადე შვილო. მე არ ვიცოდი შეიცადე რა იყო და ამიტომ უბრალოდ გავჩი. აღმოჩნდა რომ ბაბუას უნდა აეწონა გულაბი მსხალი. აწონა და 250 გრამით ნაკლები იყო. ესე იგი ბაბუაჩემი 250 გრამში მოატყუეს. იმ დღეს ბაბუაჩემი საშინლად შეურაცხყოფილი იყო. 250 გრამის გამო იყო შეურაცხყოფილი პატივცემულო მოსამართლე და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი კლიენტი რა მდგომარეობაშია, რომელიც ცოლად გაყვა 121 კილოიან ადამიანს და შეხედეთ, დღეს ის 88 კილოა. 83. მადლობა. ესე იგი, ჩემი კლიენტი 38 კილოგრამში მოატყუეს. დაგიჭირეთ თუ შეიძლება. დღევანდელი საბაზრო ფასიდან გამომდინარე 38 კილოგრამი, არც მეტი, არც ნაკლები 328 გულაბი მსხალია. მე დავამთავრე. დღეს თქვენ ჩემთან ხაჭაპური მოიტანეთ მწყობელების კასტინგზე. დიახ, ქალბატონო, ერთი ხაჭაპური მომეწონა ძალიან და მაინტერესებს თქვენი ხომ არ არის? თქვენი სულგუნის იყო? კარგით, უკაცრავად ნახვამდის. ეს არ არის და ვაიმე, ეს იყო თუ ეს ხო ისა, ვაიმე, რო არ მოვძებნო გავგიჟდები. აბა მოდი ახლა აი ამ ნომერზე დავრეკავ. გამარჯობა! დღეს თქვენ ჩემთან ხაჭაპური მოიტანეთ მწყობელების კასტინგზე, დიახ. ხო და მაინტერესებს თქვენ ერთი წუთი ცოტა შვიდა ერთი წუთი ქალბატონო არ ამირჩევი ხართ ჯერ ხო ერთი წუთით მაინტერესებს ხაჭაპური მომეწონა თქვენი ხო არ იყო თქვენ ხო კარგით ნახვამდის ანუ ესეც არ არის აბე რო არ ვიპოვო გავგიჟდები ხაჭაპურს კი შეჭამდა კაცი რა მოხვედი მაშა სად იყავი ირაკლის და მარიკას განქორწინების სასამართლოში. აჰა, დიდი ხანია ეგეთ პროცესი არ ყოფილხარ. ხო, შენ და ასე მალე რატომ მოხვედი? მოკლე გზები ვიცი სასამართლოდან. აჰა, ძალიან. ესე იგი, ბატონო. ამდენი ხაჭაპური რატო გვაქვს? ამდენი ვცხოვრობთ და ხო, დღეს ხომ გითხარით, მწყობელების კასტინგი უნდა ჩავატაროთ, ხო? ხო და მოიტანეს ხაჭაპური და ვაცხობ, ეხლა რომელიც მომეწონება, იმას ავიყვან. აი ეს გასინჯე მიდი ხო? ესე იგი ეს არის აუ ლაგემრიელია კეთევან გეხვეწები ვინც ეს ხაჭაპური გამოაცხო ის აიყვანე მწყობელად რა ძალიან გემრიელია რა იცი რომელი ხაჭაპურის გემოს მაგონე გახსოვს პრაღაში რომ ვიყავით მოჭამე მე თინიკოს ხაჭაპა იმე ხლაც მახსოვს იმის გემო რა გემრიელი ხო და აი ეხლა ვეძებ ეს ვინც გამოაცხო იმ ქალბატონს ვეძებ და ვერაფრით ვერ ვიპოვე მოიცადი აბა ერთი ამ ნომერზე დავრეკო ხო ერთი წუთით ალო გამარჯობა დღეს თქვენ ჩემთან ხაჭაპური მოიტანეთ მწყობელების კასტინგზე ქალბატონო დიახ გამარჯობა ბატონ ასა არ მესმის ალო ისა გაორებულად მესმის თქვენი ხმა გაორებულად მესმის თქვენი ხმა კეთევან უთხარი ხაჭაპურს მოშორდეს იმიტომ ისმის ეგრე ხმა მოიცადე ხო დიახ ბატონო თქვენ ხვალ მოიტანთ? კარგი ნახვამდის ქალბატონო, კარგით, ხვალ მოვიტანო და ვაიმე რო ვიპ გააღერთი კარი. ხო გემრიელი, მე გააგრძელე, ხო? ესე არ დატოვო, იმიტომ უგემრიელესია.
მე რა კარგია მართლა რა. ხო. ვა, ნიკა. კარგად. ხო, როგორ ახარ კეთება? მოდი შემოდი, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორც კი დამერეკე გადავდა ხოჩა, კარგი ბიჭი ხარ. შენ დაურეკე, ხო, მე დავრეკე. ნიკა, ერთი წუთი დამელოდე. აი ეს მინდა რომ გასინჯო და აი, მოდი. ნიკა, მოდი აბა, ხაჭაპური გასინჯე. მოდი, ძალიან გემრიელად მიდი აბა. მოკლედ, კეთევან უნდა დამეხმარო რა. ვიცი, თამარი უნდა შეგახვედრო. კი. ხო, აბა რა. მიდი გასინჯე. მინდა რომ ნახო. აჰა. თვალებში ჩავხედო. ხო. და რასაც ვფიქრობ, პირდაპირ უთხრა. რა თქმა უნდა. თვალებში უნდა ჩახედო, აბა ის სათქმელს როგორ ეძო. ხო, იმიტომ რომ აღარ შემიძლია ესე უთხრა რა. ან ისე უნდა გადავწყვიტოთ, ან ესე უნდა გადავწყვიტოთ. ამდულად ანისე, ანასე, ანიქით, ანაკეთ. ბიჭო, აცი. გამოსცილეთ, ვიღაცა დავიჭირე. ხო, მერენიკა. და რატომ იჭერო, რა იყო? და ამ რა იყო და გამახსენდა თამარი და გავშტი. და რომ გამოფხიზდი, დამხვდა გაქცეული. რა მოიცოდე ხლა ნიკა რასამო შენ ახლა რისი თქმა გინდა რომ ესე იგი კრიმინალის დონემ აიწია თამარის გამო საქართველოში? მე ნიკაში ეს სიტყვებზე სულ დაამბურძგლა დამაჟრიალა. კარგი ხო ხედავ რა დღეში ვარ და შენ კიდე გეხუმრება ლაშა რა. აი დაანებე ეს მაინც გაერთოს. გაერთოს და ის, ჰა? ისე რაც თამარს მანქანა აღარ ყავს, ხო? საერთოდ ვეღარ ვნახულობ. ადრე ამ ვიდეო ჯარიმებში მაინც ვნახულობ. ნიკა რაღაცა რომ შეუთითხნოთ საქმე და დაიჭირო. რაღაცა მართლა ის ჩასვი საკაში გეყოლება იქ. ხო და შენს დაისვენებ და ჩვენს დავისვენებთ აქ. მიდრე აკეთება, შენ გააღი მანამდე შევთითხნით აქ ჩვენ. შემიდა. ნიკა დაიმალე ბიჭო. აშა დამალე. ნიკა დაიმალე. არა, სტელაპარაკები ბიჭო, რა საუხნი? შენ ჩემი დაგწნობია, იცი რაღაც დღეზე შავარ. ასო, უხსნი, რა უნდა აშა მიდი დამალე. ნიკა დაიმალე. დავმალო? დაიმალე. ვა ხომ მაინც მოსულიყო უცებ დავმალავდი ამ დელაკაცებს. ნიკა დაიმალე. სტელაპარაკები შენ შემიდა არ იცი ბიჭო, ერთი ამბავს ატეხებს. იცი, არა მოსწე. ღია, შემობძანდით. რა ხდება, ქეთუ, რატო არ ხურე რა ის რაღაცა მაჟრიალებ და მე მგონი გავცივდი და იცი ის ცოტა რაღაც ჩამთვლიმა და ხო არც არავიდან გადამაფარა და ხო შეიძლება კახეთში მივდივარო. არა, იცი რა, ვერ წავედი. ხო, ვერ წავედი, ვიფიქრე სანამ წავალ ხო? ავივლი სახში წამოვწები ცოტას დავისვენებთ ხო და სულ ერთი წამით ჩამთვლიმა ქეთევან. სულ ერთი წამით და გაჩნდა იუზა. და გზაზე იდგა, თეთრები ეცვა და თავს აქეთ-იქით აკნევდა, ხმას არ იღებდა. როგორც იცოდა ხოლმე. ხო, არ წახვიდეო, მეუბნება. წყალს არ მოუყევი. არა, ვერ მოვიყევი, მეზობელს რემონტი აქვს და გადაკეტილია ქვემოთ წყალი. ხო და ავეგი და დავეკე ზურასთან, ვერ მოვდივარდ. რა ესე რა. ხო, გასაგებია. ვა, თამარ, აბა რატო არ წახვედი კახეთში? აი მე ამის ნერვები არა მაქვს ეხლა. აი რა ხდება იმ ოთახში? რა ხდება ლაშა მე რაღაც ჩამეცინა და კატა დედამისის ამათი ხო ცვივა ბეწვი კიდე ამ კატას არა აღარ გასვიდა სურათს ქონდა მისა თამრი ხაჭაპური მიირთვი რა შენი აზრი მაინტერესებს ხო დღეს ხო კასტინგი მქონდა ხო და ესე მსხობელების კასტინგი ასე ვინ დაკეცა ეს ვიცი დაკეცილია დაკეცვა რაღაც უნდა და სანამ დაკეცავდნენ ვინ დაკეცა დაკეცილი ხალხს ხოცი არ გინახავს და მე ვიცი რა იმ ასეთი დაკეცილი არ ვიყიდე გოგო ხო აი მეორე ვარსკვლავებიანმა აი რო აპარაკობდა ესე იცოდა დაკეცვა ესე და ეს გამახსენდა ეხლა რო შევხედე და მომეშალა ნერვები ვაიმე რას მეუბნები ნერვები მოგეშალა აფორიაქტი ხო და ნელიმ დაკეცა გასაგით მოვედი უი თამარ გინაცვალე რა კარგი გოგო ხარ რომ გვესტუმრე მოვალე ხარ ხო
საკარგი გოგოა გვესტუმრე. მას ვინძლობთ უკვე? მე აქ ვინ ვარ? მე ვინ ვარ? არა, მე უბრალოდ მაინტერესებს ვინ ვარ? პრობლემა კი ერთი წუთი. აბა იმ ოთახში კატა არისო. ლაშა, მიხედე. კატა. ვაიმე! ვაიმე! ის იქ არის ერთი წუთით რა, ეხლა ერთი წუთით რა გემუდარი. დაო, მომისმინე. დაო, მე აგიხსნი ყველაფერს. ვაიმე ვინდა? ვაიმე. ვინა? მურთაზი! იქ არის! მურთაზი, ჩემი მამა მთილია და რა პრობლემაა? მამა ჩემი მოვიდა შევიდე და ხმაურობს კატასავი. დედიკო რა გიხარია შენ რა უთხარი წავიდე. ერთი წუთით რატომ უნდა წავიდეს? ერთი წუთით იყოს ახლა ადამიანი მოსულია სწორად. ჯერ თამარი წავა და მე მურთაზი გახვება რა. პრობლემა. უთხარი წავიდე ეს გაღვედი. უთხარი წავიდე. დედიკო წავიდე. თამარი დედას. ჯერ თამარი გავაცინო და მე გავაცინოთ ის მამა ჩემია თუ ვინც არის. ვაიმე, რა გჭირს ხალი შოქშია. რა პრობლემა შევალმე და ვეთქვი, მურთაზი მიდია ძალიან დიპატივსეთ. ვაიმე! თამარ, ჩვენ არ მოგვიყვანია ჩაგვიდეს. დედა რა ხდება? კეთო! ეს რა ცირკი მოაწყო გოგო? რა ცირკი გაიხედე! მე რა ცირკი მიდი გაიხედე. რომელი ცირკის მოწყობი მე ვარ ხალხო? მე რა ცირკი უნდა ამომეწყო ერთი გამაგები. ვახო. მომისმინე აგის. ვაიმე აღარ ვიცი. თამარ დალაპარაკი გამინდა ერთი წუთი რა გაგმართა. ირაკლი. ისე შე როგორ ყველგან ნაცნობს პოულობ ხო? ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ჩემო ბეღურა, თუ წერო, თუ კოდალა, მე როგორ მოიფიქრე. ისე ირაკლი დავლოდებოდით ამ სასამართლო. რა ხდება და სპექტაკლი მომიწვეს, ცირკი. ხო, იგით იმ პირველმა, აქეთი მეორემ, ბარემ ის მოეყვანათ ბაღში რომ მოვწონდი, ხო? ბოთი მათე, ეგეც ხო რაღაცას სწავლობდა. როცა იყო? ვიცოდე, ნიკა და ვახო იყო ქეთევანთან? ხო. ის რომ მივედი, ის მეორე იქ დამხვდა და რომ გამოვედი პირველი კართან. ვინ? ის. ვახო? ხო, ეგ. ხო, თან რაღაც ქონდა მოტანილი, არ ვიცი რა იყო, მძიმედ კი მომყვა ხელში. ვა, თამარჩიკ. შენ ხარ? მარიკუნა. უი, თამარჩიკ. მე მგონი ვახო დავინახე ახლა. აივანზე ვიყავი გასული და რა ჭირს? ტრიალებდა და მე დაუძახე ვახო ყურადღება არ მომაქცია და ჰოპ, გაიქცა. აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ვიზე? მაგაზე. ვახოზე? ხო. რა მოხდა სასამართლოზე? რა მოხდა და მე და ირაკლი გავშორდით ერთმანეთს და ახლა თითო ბავშვზე ვიღებთ მეურვეობას. ძალიან. აი, ნახე, მე და ირაკლიო, ნახე ჩემი ბეღურა როგორ თამამად ამბობს თავისი ყოფილი ქმრის სახელს. შენსავით კი არა შინი. როგორ ხარ ირაკლი? კარგად. გოგო, რას გამოვარდი? რას გამოვარდი? მოვაწყობ, მე მოვაწყობ ის ციხს, მე შენ ციხს მოწყობ, ჩემი და მე ხო უცხო ოჯახია ეს. რა უცხო ოჯახი? გადაჭამავთელი ხაჭაპური. რა უცხო ოჯახი? რას გამოვარდი გამაგებინე? ნიკა იყო ბიჭი, მოსული, გულით, სულით, მინდა თამარს თვალებში ჩავხედო, ჩემი სათქმელი გუთხრაო. ხო, ჩამხედა მე თვალებში. ჩახედა თვალებში, იმ ხელაზე შეხვიდე ბიჭმა თვალებზე ხელი აიფარა. გავარდი და უკვე ზურგით იყავი, ვერაფერს თქვა ვერ მოასწრო. გამარჯობა მარიკა, გადაჭამავთელი ხაჭაპური არ ზიერიდება შენ. ნერვიულობ, რა დაგემართათ? მას ხაჭაპურები რა არის მითხრა? რა ხაჭაპურებია მარიკა და მომისმინე, ესე იგი. კასტინგი რომ მქონდა მწყობელების. ერთი ხაჭაპური რო განსაკუთრებით მომეწონა და ვერ ვიპოვე რომელი ქალბატონია და რომ უნდა გაგასინჯო ხაჭაპური არ მithქვამს ხო ჯერჯი. მოიპარე ხო, მიდი მოიპარე. კი, მithქვა. როდის? რა ეხლა? აჰა, ხო, ჭამა, მოეწონა ამასაც. მოდი. ეს შამპანური რა არის? რა არის და ვახოს ქონდა მოტანილი და შემოვიტანე რა. თან ეხლა შენი და მარიკას განქორწინების ამბავი ხო უნდა აღნიშნოთ ირაკლი? ხო, განშორება, გრიალი. გრიალი. მარიკა, ჭიქები,
ჯიგები, უნდა აღნიშნოთ. თემშებიც. მოდი. რა შეჭამდით? ჩემი ხაჭაპური. მოიტანე. ირაკლი, შენ არი ნერვიულო ჩემო ირაკლი. პირველი განქორწინება არის რთული თორე. მე ხუთემდე ისიახვალ ვერც გაიგე. მე მაინც მიყვარ ხარ შენ. ისე რა ვიფიქრე, იცეხებეღო რა? აი ხლა მე რომ მოვიყვანო 4 ცოლი. ზედიზედ. და მე ისევ შენ მოგიყვანო ბოლოს, ა? მე მაინც მეყვარები ირაკლი. მარიკა საჭმელი რა გაქვს? რამე ცხარე ვარ. ცხარე მაცივაში ნახე, მიდი ხემალი. ირაკლი. აო. ბოლო ღამე გაქვს დღეს ხო? ბიჭო, შენ ბევრი არ დალიო. ჩემი ყოფილი ქმარიც ასე იყო. ძალიან ბერსვავდა. თქვენ გათხოვილი იყავით? დიახ. იცით მე ვყავდა ცოლი. მართლა? კი, ირაკლი ჩემი სახელი. მარიკა. სასიამოვნოა. სასიამოვნოა ჩემთვის. ირაკლი. მე მინდა. რა ბიჭო რა გინდა რა. მე მინდა ირაკლი. შენი და მარიკას განქორწინების მიზეზი დავლოცო. ბასის და ბუსის გაუმარჯო. გაუმარჯოს. ესე დაგისხავ. ირაკლი, სასამართლოს გადაწყვეტილებით შენ შვილს დაგილოცავ, მარიკა შენ შვილს დაგილოცავ. მარიკა ხო? მარიკა მიხარით. თქვენ შვილი ხო? დიახ. თქვენ? კი, მეც ვყავს შვილი. კარგია. ღმერთმა გაგიზარდოთ და სასწავლებლად გაგიგზავნოთ. რაიმე როგორ არ მოგბეზრდა 10 წელი ერთი და იგივე. ღია, შემოდი. აქ ხარ რა. მოხვედი. ხო, ასე რა ვახოს რა ჭირს ხალხს? ვის? ვახოს რა ჭირს? ხო, ქვევით შემთო და ესე ხელი აუწიე გამარჯობა თქო და თავზე წაიგრე. ბაჭა, აი კიდე აქ არის. ვინ? იცით კარგად ვინ? ვინ? იცით კარგად. ვინ? რა გჭირს? გოგო, რატომ გინდა დალიე. თამა, ვახო თქვი, კაცო, ვახო და გაგი. სანდრო, რა ხდება მითხარი რა. რა ხდება და ირა არის, იცი რა ხდებოდა სასამართლოში? ვიღაცამ მედიცინის დოქტორი შორდებოდა ცოლს და დახოცეს ერთმანეთის ესეთი ამბავი. ვინ მედიცინის დოქტორი? ვაიმე, ეს გვარი არ მახსოვს და როსტომაია ერქვა. რა? როსტომაია ცოლს შორდება? მომეცი რა მომეცი. ბიჭო. მეცაც გეტყვი რა. რას ყვირო და იცი? ისო მეო მარტო დიდხანს არ დავრჩებიო. მე ვიცი ვისაც მოვიყვან ცოლა თუ აი ეს. აჰა, ნუ ესე იგი იცის ვისაც მოიყვანს. რა? ეს რა არის, სანდრო? რა არის მარიკა, რა გეგონა აბა მოსამართლე შენი ყოფილი მეუღლის ახლობელია და. რა? რა? თბილისის საკრებულო სასამართლოს ამაწლის საარბიტრაჟო. თქვი კაცო, მალე. მამას ირაკლი ჩხეიძეს მიენიჭოს მეურვეობა ორივე ბავშვზე. ირაკლი ჩხეიძე სტრასბურგისთვის მოემზადეს. ხაჭაპური რა გემრიელია და როგორ მწყდება გული რომ ვერ გავიგე ვინ გამოაცხო. რა ვქნა ეხლა თავიდან ხوار ჩავატარებ არა კასტინგს. რატომაც არა კიდევ მოიტანე ხაჭაპური. მე წყალი მინდაო მიშიკო. აი მე მართლა ყველაზე გემრიელია ყველაზე. მოგეწონა დედიკო? ძალიან. გენაცვალე შენ ჩემი გამომცხარია. შეგერგოს დედიკო. კეთებან, გავიგე მცხობელი იშოვაო და. კარგი რა. რა იყო კეთებან, მე მაინც